ღმერთმა შექმნავი და უთხრა დაუღალავად იმუშავებ გაფრთხილებიდან დაღანებამდე ზურგზე მძიმე თვით ატარებ ბუჩქებით იკვებები დიდი ჭკუა არ გექნება და 20 წელი იცოცხლებ ბატონო ყველაფერს გავაკეთებ 20 წელი ძალიან დიდი დრო უბრალოდ 10 მომეცი და ღმერთი ასეც მოიქცა შემდეგ ღმერთმა შექმნა ძაღლი და უთხრა შენ დაიცავ ადამიანების სახლებს და მათი საუკეთესო მეგობარი იქნებ შეჭამის საკვებს რასაც მოგცემენ და 20 წელი იცოცხლებ ბატონო ყველაფერს გავაკეთებ მაგრამ 20 წელი ძალიან დიდი დრო უბრალოდ 10 მომეცი ღმერთმა მას 10 წელი მისცა ღმერთმა შექმნა ვირი და უთხრა დაუღალავად იმუშავებ გათენებიდან დაღანებამდე ზურგზე მძიმე თვით ატარებ ბუჩქებით იკვებები დიდი ჭკუა არ გექნება და 20 წელი იცოცხლებ ბატონო ყველაფერს გავაკეთებ 20 წელი ძალიან დიდი დრო უბრალოდ 10 მომეცი და ღმერთმა მასაც 10 წელი მისცა შემდეგ ღმერთმა შექმნა მაიმუნი და უთხრა Totidam tot se იხტუნავებს სასაცილო ხუმრობებს სიტყვი და ყველას გაცინა იცოცხლებოც წელს მაიმუნმა უპასუხა ბატონო ყველაფერს გავაკეთებ მაგრამ 20 წელი ძალიან დიდი დრო უბრალოდ 10 მომეცი და ღმერთმა მასაც 10 წელი მისცა ღმერთმა შექმნა ადამიანი და უთხრა დედამიწაზე ერთადერთი რაციონალური არსება იქნები შენს ინტელექტს სხვა ცხოველების და სამორჩილებლად გამოიყენებ და სამყაროს მართავ იცოცხლებ 20 წელს მან უპასუხა უფალი მე ვიქნები ყველაზე ჭვიანი არსება და სამყაროს მართავ მაგრამ მხოლოდ 20 წელი არ მეყოფ აქ თხო მომეცი ვირის უარ ყოფილი 20 წელი ძაღლისათი და მაიმუნის 10 წელი და ღმერთმა ეს თხონა შეუსრულა ამიტომაც ადამიანი პირველ 20 წელს ადამიანურად ცხოვრობს თქმება ახალგაზრდობით და თავისუფლებით შემდეგი 20 წელი ვირივით შრომობს მძიმე თვითით და პასუხის მგებლობით შემდეგ გადის პენსიაზე და 10 წელს სახლივით ატარებს სახლსულის რასაც მიუტანებენ იმას მითმავს ბოლოს ბერტება და უკანასკნელად წელს მაიმუნივით ატარებს შვილების სახლში გადის და შვილიშვილებს ისტორიებით ართობს ეს არის ცხოვრების რეალობა